აღარ მივიღებთ მონაწილეობას იმაში, რაც არიარსებობს. მეორე ტური ამ ქვეყანაში არ იქნება. პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის ერთმოქმედებიანი ბრძოლა. გიორგი მარგველაშვილი პირველივე ტურში გამარჯვებისთვის ემზადება. როგორ შეიძლება უარი ვთქვათ მეორე ტურზე? მე თქვენი ნდობიდან გამომდინარე ვამბობ უარს. ქართული ოცნების ნდობის ტესტი. რამდენად მოახერხა მმართველმა გუნდმა მაღალი რეიტინგის შენარჩუნება 1 წლის განმავლობაში. თუ 60% ნაკლები მიიღო გიორგი მარგველაშვილმა პირველსავე ტურში, ენთუზიაზმი მექნება უფრო ნაკლები. გიორგი მარგველაშვილის ნდობის გამოცხადება, იცოდეთ რომ ჩემთვის ნდობის გამოცხადებასაც ნიშნავს. ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი, ფილოსოფოსი, ექს-მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი. როგორი პრეზიდენტი იქნება გიორგი მარგველაშვილი და როგორ აპირებს ის ოპოზიციასთან თანამშრომლობას. ჩვენ თქვენ ერთად დავასრულებთ კოჰაბიტაციას და წერტილს დაუსვამთ. მე ვიმოქმედებ კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით, რათა ოცნება რეალობად ვაქციო. მზათავად იმისთვის, რომ 27-ში თელმა საქართველომ გავიმარჯვოთ. მართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის სამოქმედო გეგმა არჩევნებში გასამარჯვებლად. გიორგი მარგველაშვილი ხარდამჭერებთან და გუნდის წევრებთან ერთად არჩევანის სტუდიაში.